სიმონს მინდა უთხრა, მე რუსთაველის თეატრის მსახიობი აღარა ვარ 2019 წლიდან. არასოდეს ამაზე არ მისაუბრია, მაგრამ ეხლა ვიტყვი. ცნობილი მოვლენების შემდეგ, გავრილოვის საქმის შემდეგ და თქვენ იცით ეს მოვლენები, მე ჩავთვალე, რომ შეუძლებელი იქნებოდა ჩემი ყოფნა რუსთაველის თეატრში დავტოვე. ეს დიდი ხნის ისტორია, მაგრამ არასოდეს ამაზე გახსნილად ეს დისკუსიაში არ მიმიღია მონაწილეობა, არ მისაუბრია, მაგრამ ეხლა ეს მოზარდ მაყურებლის თეატრიდან დაიწყო ჩემი ცხოვრება, რუსთაველის თეატრში გაგრძელდა, რუსთაველის თეატრმა გამხადა იმად, რაც ეხლა ვარ, უდიდესი წვლილი შეიტანა ამაში, მაგრამ შემდეგ ადამიანები იცვლებიან, ვითარება იცვლება და ჩვენ უნდა მოვიქცეთ ჩვენი შეხედულების და მრწამსის და სინდისის მიხედვით. რაც შეეხება იმას, რომ მე დამირეკეს და ბუდისტი ხსით რა საშინელება რომ შემომთავაზეს მონაწილეობა, მე ორჯერ უარი ვუთხარი, ვთქვი, რომ ეხლა ისეთი სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნის გარშემო, ალბათ ყველა ესე ხართ საშინელად დათრგუნული ვარ, უიმედო, ემოციურ მდგომარეობაში. შემდეგ დამირეკა სიმონმა ჯანაშიამ და მითხრა, რომ იცი რა, ნინო, მოუყევეს ჩემი აფორიაქებული ემოციური მდგომარეობა და მითხრა, იცი რა, ნინო, მოდი ახლა ამ გლობალურ საკითხებს შევეშვათო, აი ამ ყველაფერს რაც ხდება და ჩვენ ვისაუბროთ კონკრეტულად, აი დღეს რა ხდება და როგორ ხედავ შენ ჩვენი ქვეყნის განვითარებას. მე მივხვდი, რომ იმ პირობით თუ ჩვენ უკვე დავუშვით დღეს, რომ ეს ხელისუფლება აუცილებლად წავა და ეს ასეც იქნება, რა ფორმით არ ვიცი, მაგრამ ეს ნამდვილად ასე მოხდება და დადგება ის დრო, ჩვენი ნანატრი საქართველოს დრო, როდესაც საქართველო დაუბრუნდება განვითარების სწორ გზას, რა თქმა უნდა, ამაზე საუბარი უნდა დაიწყოს დღეს და შეიძლება გუშინაც უკვე უნდა დაწყებულიყო. თუ ასეთ საქმეზე მეძახით, ხო, მე შემიძლია 2-3 სიტყვა ვთქვა, როგორ საქართველოს ვხედავ. მე საქართველოს ვხედავ და თქვენც მოგიწოდებთ ყველას, განსაკუთრებით მათ, ვინც ემზადება, რომ მომავალში ხელისუფლებაში ადგილი დაიკავოს სხვადასხვა შტოში, რა მნიშვნელობა აქვს სად, მაგრამ იცოდეთ, რომ ჩვენ ხელოვანი ხალხი ვხედავთ საქართველოს და თქვენც უნდა ხედავდეთ მას მხოლოდ კულტურასთან ერთად. მხოლოდ კულტურა უნდა იყოს ქვეყნის ავანგარდი, სხვანაირად შეუძლებელი. ეხლა უმრავლესობა ალბათ იტყვით, რომ ეს ისედაც ასეა და რა თქმა უნდა და არა, ეს ისედაც ასე არ არის და არც რა თქმა უნდა ასე არ არის. დღეს რაც ხდება არის ძალიან მძიმე მდგომარეობა და მე ორი სიტყვით მე მეტი არ მექნება ამის საშუალება, რომ მოგიყვეთ თქვენ დღეს რა მდგომარეობაა. არ მექნება, აი დარწმუნებული ვარ და მე მინდა რომ გამოვიყენო აუდიტორია და გითხრათ. სულ რამოდენიმე დღის წინ ბათუმის სახელმწიფო თეატრმა მოხსნა სპექტაკლი მიზეზით და დაწერა თავის გვერდზე, რომ სპექტაკლი იხსნება იმის გამო, რომ რეჟისორი თავის სუბიექტურ პოლიტიკურ აზრს გამოხატავსო. და თეატრი არ არის ის ადგილი, სცენა, სადაც ეს შეიძლება მოხდესო. აი ეს არის უკვე დასასრულის დასაწყისი კი არა, დასასრულის დასასრულია. ამაზე მეტი რა უნდა ითქვას. ეს არის შემდგომი რამდენიმე წლიანი გეგმა გაცხადებული, რომ სცენა არ არის ამის ადგილი. ეხლა ძალიან სიმპათიური ხალხი მუშაობს იქ და ვიცი რამხელა განცდა აქ, მაგრამ ეს არის, აი მე მინდა თქვენ ყველა მიცოდეთ და იცოდეთ რა ხდება თეატრში. ეხლა კულტურა მოიაზრება, ხო გავარემონტეთ, ხელფასი ხო მოუმატეთ, ეს არაფერს არ ნიშნავს. განსხვავებული აზრი იდევნება. სახელმწიფო თეატრები მუშაობენ, კითხო მათ ხელმძღვანელობას იტყვის რა გინდათ ხალხო მუშაობ დაგვანებეთ თავი, მაგრამ შეუძლებელია განსხვავებული აზრის გარეშე არსებობდეს თეატრი და კულტურა და კულტურის სხვადასხვა დარგები, მით უმეტეს თეატრი და კინო. წარმოუდგენელია ეს და ეს შეუძლებელია. ესეთ პარადოქსალურ მდგომარეობაში ვართ. მე შემიძლია ვთქვა, რომ როგორც ჰამლეტმა, რომ რაღაცა დალპა დანიაში დამთავრდება სპექტაკლი, გადმოვდგამ ნაბიჯს და არ შემიძლია დავიწერო თავისუფლება სინდისის პატიმარს. ეს არის, აი როგორ გითხრათ, აი
მადლობა თუ ეს, მაგრამ ეს არის, აი ასეთ კანონებს ღებულობ. აი აქამდე მივედი და ეს თვითონაც რო დაფიქრდნენ, რა საზიანოა მომავალი თაობისთვის, რა ჩვენ ვეღარ მივიღებთ ესეთ პროტესტს, როგორიც ეხლა გვაქვს. იცით, ეს პროტესტი, სადაც ჩვენმა ხელოვანებმა თავი ასე აჩვენეს, ეს 70 წლის დამსახურება. ავად, კარგად, მაგრამ ეს არის ხელოვანი დამოუკიდებელ საზოგადოებაში აღზრდილი. მაგრამ თუ ასეთი კანონებით ვიცხოვრე, რაზეც ჩვენ ვთქვით, ხვალ არავინ აღარ გამოვა, იმიტომ რომ არ არის სცენა, არ არის სცენა ეს სუბიექტური აზრისთვის და ხელოვნება სუბიექტურია. ასევე მინდა ვთქვა კინოს. ეს იგი კინოც მინდა მოვასწრო და ვთქვა. მესამე წელზე მეტია გაგაჩხეიძე აქ არის და მე მგონი არ მომცემს უფლებას რო არ. თქვენ იცით რომ მესამე წელია ჩვენი კინოცენტრი არ ფუნქციონირებს. ის კი ეხლა არსებობს, მას ყავს თავისი დირექტორიც, მაგრამ ბოლო ნამუშევარი აი ეხლა რო შემოდგომაზე გაგა ხო მართალი ვარ, ამ ფესტივალზე ბოლო ფილმი იყო და მორჩა, აღარაფერი აღარ დაფინანსდება, აღარაფერი არ იქნება და თავად აი ეს ჩვენი ფესტივალი თბილისის საერთაშორისო ფესტივალი ამ შემოდგომაზეც დაფინანსების გარეშეა და აი სულ ზღაფავს და ან იქნება და არ იქნება. რომ მიდიან ვიღაცასთან და რო უთხრან რომ აი დამაფინანსე და რაღაც, ისიც დაფიქრდება 1000 ჯერ იქნება ეს ჩაითვლება პოლიტიკურში, არ ჩაითვლება და არ დააფინანსებს და არა აქვს მხარდაჭერა. კერძო თეატრებს არა აქვს მხარდაჭერა. არანაირად. განწირულები არიან 1 წელი, წელიწად ნახევარი, 2 წელი და დამთავრდება. თუ უნდათ რომ შეინარჩუნო, უნდა გადახვიდე აი იმაზე კომპრომისზე, ან პორნოგრაფია აჩვენო, ან რაღაცა რომ გადარჩე და ვინც ამას არ აკეთებს, გაჭირვებულ მდგომარეობაშია. ურთულესი მდგომარეობა, ბოდიში ასე რომ ვტრიალებ, ურთულესი მდგომარეობა, ამის თქმა მინდა. ეს რაც შეეხება კინოს ფესტივალს, ეს ამდენი წლის მანძილზე, ეს კინოცენტრი, უნდა იცოდეთ, ეს კინოცენტრი არის ჩვენი მთავარი არტერია, კინოსი. კინო როგორი წარმატებული იყო, მე იყო წვეტა და შემდეგ აი იმ ნაციონალური მოძრაობის დროს შედგა ეს კინოცენტრი ჩამოყალიბდა. შემდეგ ქართული ოცნების პირობებში კვლავ აგრძელებდა მუშაობდა და შეიქმნა ველი, სხვადასხვა ხელმძღვანელები იყვნენ, და ყველა სხვადასხვანაირად შეიძლება ბევრი რაღაც ის ქონოდა, რატო მე, რატო იმას, მაგრამ კონკურსის პრინციპი არსებობდა, დაფინანსება არსებობდა, წახალისება არსებობდა და ახალი სისხლი. ეს ისეთი წარმატებები იყო და ეს გაჩერდა. რატომ? იმიტომ რომ 70% კინოში ვინც არის და ვინც წარმოადგენს მართლა ჩვენ ლოკომოტივს, ხელოვანებს კინოში ბოიკოტში არიან. არ მიდიან ბოიკოტში მსახიობები, რეჟისორები და კიდე ტექნიკური პერსონალი. აი მათი საჭმელი რო ამაზეა დამოკიდებული, რას გადაიღებს. გადავიდა ეს ხალხი რეკლამაში, გადავიდა რაღაცა დროებით სამუშაოში. ეს კინო დღეს რო დავიშლებით, აი დღეს რო შეიცვალოს სიტუაცია, დღეს რო ყველამ შეწყვიტოს ბოიკოტი და დავიწყოთ მუშაობა, 5-6 წელიწადში არც მივალთ იმ დონემდე, სადაც გავგვაჩერეს და სადაც გავჩერდით. ეს ისეთივე მნიშვნელოვანია მომავალი საქართველოსთვის, როგორც არის სოციალური პრობლემები, როგორც არის ჯანდაცვა, როგორც არის უსაფრთხოება, როგორც არის ონკოპაციენტებისთვის მკურნალობა, კრიმინალი, საქართველოს დამოუკიდებლობა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა. ასეთივე რანგის მნიშვნელოვანია. შეიძლება თქვენ უბრალოდ არ იცით ამის შესახებ. იგივე ხდება მხატვრობაში და არაფრით არ შემიძლია თქვა ლიტერატურა. ლიტერატურა აი აქ 25 წელიწადზე მეტი არის წიგნის ფესტივალი. წიგნის ფესტივალი, რომელმაც უპრეცედენტო რამე გააკეთა, აი მე ყოველ წელს ვაკვირდები, სულ თავიდან ფილარმონიაში იყო, ისე ცოტა გამომცემელი იღებდა მონაწილეობას. დღეს ეს არის ზოგჯერ დღეში, ხო, აი ლაშა ჩხვიმიანი აუცილებლად უნდა ვთქვა კიდე. ზოგჯერ ისეთი წარმადობა აქვს, დღეში 25,000 ვერ ატევენ, აქ ისეთი ამბავი ხდება, ეს პავილიონი და კიდე იქ. წიგნის ფესტივალი, რომელმაც 2018 წელს უპრეცედენტო რამ გააკეთა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, სადაც წარადგინა ქართული კულტურა როგორც უნიკალური
მე იქ ვიყავი და ვნახე ეს რა მაღალი დონის ტრიბუნა იყო, როგორ წარდგა ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალი. როგორი შეფასება ქონდა ჩვენი ინტელექტუალური მარაგი. ეს რაღაც უპრეცედენტო მართლაც რამ იყო, რაც მოხდა და წიგნის ფესტივალს არ აქვს დაფინანსება. არის წვალება, იმან დამაფინანსოს, ამან დამაფინანსოს, იქნებ იმან დამაფინანსოს. ესე იგი, ესეთ მდგომარეობაშია კულტურა. მუზეუმებზე აღარ ვიტყვი, მე რო დამეკისრა ამაზე ყველაფერზე ლაპარაკი, მაგრამ დამეკისრა და რაც შემიძლია იმას ვიხსენებ. დღევანდელი მოცემულობით უმძიმეს მდგომარეობაში ვართ. ლაშა ჭხვიმიანი დმანისის თეატრის რეჟისორი, რომელმაც გააცოცხლა დმანიში რაღაცა კერა შექმნა, ჩართული ყავდა იქ, რა ვიცი, ეს საერთოდ უნიკალური ადამიანია. გაუშვეს, გადააბარეს სხვას, მისცეს დიდი დაფინანსება, ერთი სპექტაკლი არ ჩატარებულა მას შემდეგ. ყველაზე საშინელება ის არის, რომ ჩავდივარ დმანიშში და მინდა რომ ეს ახალგაზრდები და ჩვენ ძალიან ბევრ ბავშვთანა გვაქვს საქმე, ჩამოვიყვანოთ, ვერ ჩამოდიან თუ ხარ ასოცირებული ამ ხალხთან. ისეთი შიში და ისეთი ის არის დამკვიდრებული და ამას ჩვენ როგორ გვგრძნობთ, იცით, ხელოვნების ხალხი და მსახიობები. ეს საკითხი, კულტურის საკითხი, კულტურის დარგების საკითხი არის ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც ყველა სხვა საკითხი. არ იფიქროთ, რომ მოხვალთ ხელისუფლებაში, ყველაფერს მოაწესრიგებ და ბოლოს, კულტურა ხო თავისა, თეატრი, არა, ესე არ არის. ამასობაში დაიკარგება, იმიტომ რომ ის ხალხი, ახალგაზრდები, ვინც არიან დღეს, ისინი წავლენ. ისედაც სკიპზე არიან, რამდენი შეიძლება უფულოდ, უხელფასოდ, უსიტყვოდ იყო და ესე რაღაცნაირად ასეთ მდგომარეობაში. ასე რომ ეს პერსპექტივა არის კულტურა, კულტურის დარგები, ხელოვნება. ძალიან დიდი ბოდიში ახლა ამას რომ ვამბობ, მაგრამ დღეს ისეთი ცხოვრება, იქ ალბათმა ნინომ თქვა, ისეთი აჩქარებული დრო და ისე ადამიანს ისეა დაკავებული თავი გამოიკვებოს და გარშემო რაღაც მოაწესრიგოს, მან შეიძლება არც იცის რა ხდება გარშემო. ამისთვის არის საჭირო ხელოვნება, ამისთვის არის საჭირო კულტურა, ამისთვის არის თეატრი, ამისთვის არის კინო, ხელოვნება და სპორტი. ახალგაზრდებისთვის ეს არის ის, რაც გადაარჩენს ახალგაზრდას ნარკოდამოკიდებულებისგან, სასმელისგან, თამაშისგან, 1000 მავნე. აბა როგორ მოხდა ეს ერთმანეთთან არის კავშირში, ყველაფერი არის კავშირში. ან ერთი ის მითხარით, კულტურის სამინისტრო იმის მეგრად იმით იყოს დაკავებული, რომ აგერ მამაჩემის ხნის ხალხს სანახავი კონდეს. აქვთ უფროსებს, მოხუცებთ, აქვთ ადგილი, სადაც შეუძლიათ წავიდნენ და რაღაცას მოусმინონ, რაღაცა ნახონ. მარტო ექსპერიმენტული, მარტო რაღაცა ძველი, არა, ესე არ შეიძლება. ყველა სეგმენტს აქვს თავისი ადგილი, ესეც კულტურაა. ესეც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ეს მშენებლობები, რომლებმაც სუნთქვის საშუალება აღარ, ესეც კულტურის ნაწილია. და როგორ გელათი, იცით, თავისთავად მე ყველა გელათი და ასე შემდეგ. განათლება ხო, იცით რა, მე მინდა ეხლა იმაზე გავამახვილო, რაზეც თითქმის არავინ არ საუბრობს. ორი მსახიობი გვყავს, არ შემიძლია არ ვთქვა, კახა კინწურაშვილი და ბაჩო ქაჯაია, გადადებული აქვთ ყველაფერი და დგანან იქ ნამდვილად მათ ეკუთვნით, ესე იგი მე ამის თქმა მინდა, რომ თქვენ მომავალო პოლიტიკოსებო, ჩვენი ხელისუფლების ეს იქნება კანონშემოქმედების თუ აღმასრულებელი, მე იმედი მაქვს, რომ ესე იქნება, თქვენ ესე იცოდეთ, რომ ეს არის სისხლმდინარე ჭრილობა. ზვიად რატიანი ციხეშია, ეს ხო უნდა შეიქმნას კონტექსტი, რომ მე პოეტი ესე აღმოჩნდეს ციხეში. ასევე და მე ეხლა უკვე დამთავრდა ჩემი დრო, ერთი რამე მინდა გითხრათ, ანუ ეს მთელი ჩემი იდეა ეს იყო, რომ მეტი ყურადღება უნდა ჩვენ დარგებს, მეტი არ იფიქროთ, რომ ეს რაღაცას ისინი დადიან და იქ თავს გადაირჩენენ, ვერ გადავირჩენ თავს, ჩვენზე გადის ეხლა ეს ფრონტის ხაზი.
რამ ერთი 10 წლის წინ მიშელ ველბეკი ყავდათ ჩამოყვანილი რუსთაველის თეატრმა უმასპინძლა გამომცემლობის ერთ-ერთი გამომცემლობის ეს იყო მოწვევა. ძალიან საინტერესო საუბარი შედგა. და შემდეგ იქ ერთმა ფრანკოფონმა, ძალიან სიმპათიურმა ქალმა, ლიტერატორმა რამოდენიმე საკითხზე ჩამოაგდო საუბარი და მათ შორის ძალიან კარგად აღწერა ფრანგული საზოგადოების და საერთოდ ფრანგული ფილოსოფიის სუსტი და მანკიერი მხარე და ისინი მომენტები. ველბეკმა უსმინა და მე ესეთი რამე თქვა, მართალი ხართ, დაეთანხმა. დიახ, ეს არის ჩვენი მანკიერი, ჩვენი საზოგადოების მანკიერი მხარე, ეს არის ჩვენი პრობლემა. მაგრამ ეს ასევე არის ჩვენი საზოგადოების სიძლიერე და სიდიადე, ამ მანკიერი მხარის დაძლევა. და ამაში ჩვენ ლიტერატორები ვეხმარებით საზოგადოებასო და ეს ისეთი სინამდვილით და სისავსით თქვა და ისეთი გასაგები გახდა ყველაფერი. აი ამაში გვჭირდება ჩვენ კულტურა. აი ეს რომ ჩვენი ნაკლი, ჩვენი პრობლემა დაგვანახოს, აი 360 გრადუსით მოგვცეს საშუალება ყველაფრის დანახვის, შემდეგ ცვლილების, რაღაც კათარზისის და წინსვლის. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. გაუფრთხილდით კულტურას, შეინარჩუნეთ და გახსოვდეთ მომავალი პოლიტიკოსებო, რომ დღეს ახალგაზრდები ვინც არიან, მაშინაც ძალიან კრიტიკულები იქნებიან შემდგომი ხელისუფლებების მიმართ. ეს მინდოდა მეთქვა, დიდი მადლობა.